რუსთავში ზედგენძის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის საფარის, ბორდიულებისა და ტროტუარების მოწყობაა გათვალისწინებული. მიმდინარე ტერიტორიის მოსახლეობას ტრანსპორტის პრობლემაც მოუგვარდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 656,000 ლარია. თავარი მოთხოვნა საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად იყო ის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურება შეგვცლებოდა. მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულდება, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მთავარია მოსახლეობისთვის, ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იაროს და მოემსახუროს მოქალაქეებს. მოხდება საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 18 სანტიმეტრიანი ბეტონის არმირებული საფარი, ასევე მოეწყობა ფეხით სასიარულო ბილიკი, მოხდება საგზაო მონიშნები და მოეწყობა ავტობუსისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი. რამდენი ხნის ოცნება იყო ეს ჩვენთვის, რომ აქ ტრანსპორტს შეიძლებოდა მოსვლა და გაუსაძლისი იყო ნამდვილად დღემდე და იმედი ჩაგვესახა ახლა ჩვენ.